მეორე ტაიმი. გამოიცვალა ცენტრი, მიკიტას მაგრამ თოკო შემოვიდა. კიდევ ვიღაცეები. მეკარც გამოიცვალა. შოთა ჩადგა. გონ მეორე გუნდში საკმაოდ ცვლილებებია, რასაც უყურებ. შემოვიდა გელაშვილი. ხარბედია. აუ შოთა წყობა რა, კი არა, კარტონ წყობა რა არის? 3-4-3. წყობა შეიცვალა. გაუხურებელი ბიჭები შემოვიდნენ ნახევარდაცვაში. აი ბიჭი! უკვე რაღაცა შექმნა. ორი კაცი ეხმარებოდა ზურას, მაგრამ ნუ ზურა ორი გეხმარები გქონდა. ეს გუნდი ბიჭები პირველად თამაშობენ აქ და ნუ ჯერ შეუთამაშებლები არიან. ამიტომ პოლიტკორექტულობას გამოუჩენ მათთან მიმართებაში. შვენიერია უკვე რაღაც აქტიურად დავიწყეთ მეორე ტაიმის. როგორც გადავთ პრესინგს თამაშობთ და უკვე როგორც თქვი, ანუ საითაც იქნება ბურთი მოკლედ ის გუნდი უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს და იმ გუნდს უფრო მეტი შეტევა ექნება, როგორც გითხარით. ამიტომ ეხა პრესინგს რო ეთამაშებით, ვარაუდობ, რომ უფრო მეტ შეცდომას დაუშვებს ის გუნდი, შესაბამისად უფრო ხშირად ვიქნებით ბურთით და მოგვიტანეს აქ ჩვენი მცველებიც გაიტესტებიან. აი რა ცოცხალი თამაში წავიდა. შვენიერი პასი გააძვნა. რა მოხდა? ნიკუს კარგად ხარ? აქ შეჯახებისას ყველაფერი კარგადაა. ხელი ჩამოვართვეს. გავაშა ძალიან ხარტია, დავითი შედარებით უფრო მძიმე უკან დაწეული. ფიზიკურ ბორთაბრძოლებს არ უშინდება, რაც ჩანს. თემამ დაუბრუნა ბურთი თუ რა გააკეთა. ვახჩი. ლამის გამოგაკლდით საერთოდ. წავიდა პრესინგი. აბა ავიწიეთ! პრესინგი თუ რაღაცა ნუ ეს. საღოლ თოკო, კაი ბიჭი ხარ. ამის მიასწრო. ნუ ვიღაც მოძრაობა, კაია. დაატრიალა ბურთი. მოძრაობს. ოპა, ისტრიბიცა. იჩქარა ბექამ, როგორც თქვი. ვარაკ თოკვა, რა თქმა უნდა. საღოლ თოკო! თოკო იმენა ართი მევანზე. თოკო. რავი ვიდეოზე არაფერი არ იყო. ეთყობა. აშკარად ეთკინა ეხლა. გვერდულად ისე დაეჯახა შეიძლება. კარგად ხართ ბიჭებო ამოსულები.
აუტი იყო აშკარად. ამძიმეთ. ეს ცენტრში ნახევარ თავისუფალი კაცი. ზურა უდვინმე მაიყვანოს უთხარი ბიჭო. ეს კაცი ნახე როგორ დადის თავისუფლად. აოი! პასუხი მაინტერესებს ამ კაცს რატო არავინ არ იყვანდა. აწია შოთამ ხალხი. გადაუშალა მშვენიერი პასი. ყოჩახ ბიჭებო ერთმანეთს ემატავეთ გენაცვალეთ. უფ რა ჩართო უფ რა გადატანა იყო. უფ აიმე ჩემი უცებ რაღაც გოლად ჩანა. არა უშავს შემდეგი წავა. გავამხრემოთ ჩვენი ახალწეულები. გელაშა ისე გაუგდეს რომ ვაფშე უნდა დაემთავრებინა ჩემს, მაგრამ ავადმყოფობიდან დაბრუნდა და გასაგებია რომ ამჟამად ოპტიმალურ ფორმაში არაა. მოწხედოთ აქტიური თამაში. შენი რა პასი გააწვინა. ისე ყვე მეორე დარტყმაც მოახდენ. შვენიერი დასარტყმელზე გავიდა. კარგი. ბიჭებო, გაიხსენით მეკარეს. შეცვლაო, რა ხდება? ოჰო, საღოლ ლამჩა. იმე ვაიმე ცოტა დააკ ანუ აი ჩვენს ინტენსიურობას ვერ გაუძლებს ბევრი გუნდი აქ როგორც წესი გავაშმიდი გავაშ არ გავუშვა საღო გავაშ ოუ ჩემი მენა ახტება ჩემი აუზა მიკიტა შევიდა ისევ ჯორჯ გახვედი საინტერესოა ახლა ჯორჯის გარშე რა შეუძლია ჩვენ გუნდს კარგი რა პასნია ძალიან აპასნია ნამდვილად. სურამ თოკოსაც პაცებია გაუკეთა. ჯარიმა, ყობა. სასტვენამდე ბიჭებო. ითამაშეთ. აუ, კიდე რაღაც მიიღო. აუ, ეს ამბიც ხდება სულ. ჯარიმა დაიდო? სასტვენი არა აქვს მგონი საარსანო რა ხდება. რატო დაიდო ჯარიმა არ ვიცი ისე. ბიჭო ეს საბრძოლო ეპიზოდი იყო. კარგი პრესინგია. ეგრევე იასნია. ჩვენ პრესინგს ვერ უძლებ. სასტვენამდე ბიჭებო არ ვჩერდებით. ერთი ერზე გაიყვანა. ვაიმე რა ხდება? რა ხდება? ბიჭებო ერთმანეთს ნუ ემატავებით ბიჭებო. რაღაც ცოტა ერთმანეთს უშლით თქოს ხელს.
არა, როგორც თქვი, პირველად თამაშობენ ერთად და შეუთამაშებლები არიან. უფ. ჩააბრუნა. ისევ თვითონაა პირველი ბურთზე. გავაშამ ბურთი დაკარგა. ეხმარებოდა მიკიტა. ერთი ქულა დავაკლოთ. ოპა, თემამ მოაყოლა იქ. უფ. ცოტა იჩქარა, გელაშაზე უნდა გაეშვა, მაგრამ ბიჭარო დავარდე ხა. მალე, ზურა, მალე. თოკო, თავისუფალი სანამაა. გელაშა? შეჩება 2 საათი გქონდა ჩამოსასწორო. ოპა! რაც კაში დარტყმებმა იმატა, ხო? მაგას ვამბობდი, როცა ამწყობით ვთამაშობთ, უფრო მეტი შეცდომას უშვებს. შვენიერ შეტევა იყო. აი, გელაშასგან, გელაშ! კაი დაძახება იყო! შედი, შევიდა, გადაასვა. ბიჭები რა სათამაშდნენ? გამოცოცხლდნენ. ოპა, მოვაშორებინათ აქ, რა თქმა უნდა, ჩაიჭრა ეგრე. თემამ სად შეაწუხა, მაგრამ აქ კიდე ის ბიჭია თან. აიმე საწაწყა ტონეტა მაგრამ რა მოხდაო? კიდე კაი აქ მე არ დავიწყე თამაში თორე. კაცია, ხოსი მე. დონი სადაც ტრავმით თამაშობდა. შერყევას გადაურჩი ძალიან. კიდე თამაშს აგრძელებს, ვნახოთ, იმედია უტრამოდ ჩაივლის თამაში. გაწელა თემამ 3 კაცი გუწევს და თავისუფალია ეს კაცი. მიიღო. კაია, თან ლაპარაკობს, რაც იდეალურია. რა პასი დაასვა. რა ხდება? იყო ბიჭებო, მე ვერ გადავიღე. რაც ხوار მოდუნდნენ. ბექას აქ რა უნდა, ესე იგი რაღაც შეიცვალა. და ოპა, აი. თოკო ჩაერთო ესაკოში. შვენიერია, დავითმა გამოავლინა თავის. საცეცები ესე რო დავარქოთ, 8 ფეხას საცეცები. ოპა, ეს კაი ბიჭი არის, ეს ტრავმისთვის ცოდოა. ახეთ რას თამაშობს. აი მეჩ. რაც ჯოგა ბონიტოსავით. ნახე შენი. გავშალთ, ანუ შვენიერია, ბიჭებმა ბურთის გორობას დავიწყეთ, აი. ეს უკვე სხვა საქმეა. ანიშნა ხელი ზურასო წადიო, ხარბედიას გავუკეთ. გააშალეთ. გავასაკეთ! უხშენი. უიმე. არისო ცუდი ჩანაფიქრი შვენიერი, თუმცა აქეთ თოკოც იხსნებოდა. ჩვენია! ყურადღებით ბევრი ხართ! თოკო ყავს. მიკიტამ უკვე მე
მესამე ბურთი ჩაჭა თუ არ ვწდებით შოთამ რაღაცები გააკეთა. ჩავიდა გელაშა იდეალურად მიიღო. აი ახლა ოფსაიდ თოკო ხელი აწია. ვაიმე ჩემი. ოპა ამდენი შერბენი გაკეთდა რა კუთხური ვნახოთ გელაშას კუთხური ვაიმე თოკო მე მეგონა მაკრატელა იყო აი ვიღაცა კარნახობს შვენიერი ანუ იდეალურად კარნახობს იქ ნახევარ დაცვაში დაალაგა სიტუაცია რა მოხდა ჩემი საბრძოლო მომენტი იყო სეზონის წინ ესეთი დრავა მოხდა გადაუბრუნდა კოჭში მოხდა აი ზუსტად ამის გამო არ ვითამაშე მე სადარწმუნებული ვარ რაღაც ტრამვირებული კოჭით თამაშობდა და მოხდა და გაუმიზეს და აი პაუზაა და რო არ გაიწელოს ვიდეო მოგვიანებით თუ დავიღო ბარემ დავიღებ Next ბიჭები განიხილავენ. მედია წამიერად ეტკინა და გაუვლის.
აჰა, ტრავმირებული იყო როგორც მივხვდი და მედია მალე გამოჯანმრთელდება. შერიგდნენ, რაც მთავარია. სამწუხარო, არა ხო, ეს პირდაპირ ფეხზე არ წასულა, საბრძოლო ეპიზოდი იყო ნამდვილად. საწეთლე ნაღდად არ იყო ეხლა ვიდეოზე. შეგვიტიეს. კარგი გამოსვლა იყო თოკოსგან. ჯორჯი კარნახობს ბიჭებს. თემა უნდა იყოს. გაშალა. ბექარებს აკეთებს შენი. რა გააკეთა ბიჭო? ახარბე დააწუხებს პრესინგზე. რა კარგია თოკო ართმეო, წავედით ბიჭებო ცოცხლად. აი ხარ. რატო დაატორმუზე აქტიური შეტევა? ზურა მაგაზ ზურა რა. მეკარე. ეს რა არის კაცო? ამჯერ იმის მერე მოდი რა. აი ჯარი მაიძიება შეწევ. ზურა თვითონვე შეასრულებს თავის მოპოვებულ ჯარიმას, რომელიც როგორც იცით 10-დან 9 გააქვს. 3% დარჩა, აი ამ ჯარიმას დაარტყავს და გავთიშავ.